წინა ხელისუფლება და ქვეყანა ჩვენი ეს არ არის ერთი და იგივე. ნუ აიგივებთ ამას ერთმანეთთან. ეს არ არის ქვეყნის დადანაშაულება. ეს არის კონკრეტული მოხელეების პასუხისგებლობის საკითხი, თუ კი ისინი ამას ჩადიოდნენ, მე ჩემთვისაც შემზარავია, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ამ ფაქტების საკითხვა და გააზრება, რასაც ეს ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ჩარეულნი იყვნენ ესეთ უმძიმეს დანაშაულში. თუ ეს დასტურდება, რა თქმა უნდა, მათ პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ქვეყანა არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს თავისი გეზი, ხედვა, გზა, მიმართულება, მომავალი. ესეთი და იგივე არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლება მიდის და მოდის. ნინო, უკაცრავად, ჩვენ იდენტობას ვერ გავაკეთებთ. აკ ხა რაც შეეხება, აუცილებლად მინდა ოკუპაციასთან დაკავშირებით. ოკუპაციის კანონზე გკითხავთ აუცილებლად. ხალხო, ქვეყანას დღეს თქვენ წარმოადგენთ, ხელისუფლება თქვენ ახარ და თქვენ თუ ვინმე დაგაბრალებთ, რომ ტერორისტებს ამზადებთ, ქალბატონ ეკა ბესელიას, მე ვიტყვი, რომ საქართველოს დააბრალეს, რომ ჩვენ ტერორისტებს ვამზადებთ, იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლება ხართ. ეხლა ეს იმას მაგონებს, რომ В 1991 году президент Грузии Гамсахурдия с призывом «Грузия для грузин», только вдумайтесь в эти слова, приказал штурмовать Сухум и Цхинвал. Тысячи погибших, десятки тысяч беженцев, разоренные села. Вот к чему тогда это привело. Именно Россия в тот момент остановила истребление абхазского и осетинского народов. თქვენ თუ ვინმე დაგაბრალებთ, რომ ტერორისტებს ამზადებთ, ქალბატონ ეკა ბესელიას, მე ვიტყვი, რომ საქართველოს დააბრალეს, რომ ჩვენ ტერორისტებს ვამზადებთ, იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლება ხართ. ეხლა ეს იმას მაგონებს, რომ ომი საქართველოს კი არ დაუწყიაო, სააკაშვილმა დაიწყო, ანუ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დაიწყო, ომი და არა, ქვეყანა ეხლა აბსტრაქტულად ესე ვიღაც ხوار ყველა ერთად ხوار და ხელისუფლების ქმედება არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების ქმედება იმ მომენტში არის ქვეყნის ქმედება. ჩემთვის ძალიან რთულია, მე არა ვარ ეთერში. ამიტომ ცოტა რთულია სტუდიაში არა ვარ, უბრალოდ უკაცრავად სტუდიაში არა ვარ, მე გერთვებით ქუთაისიდან და ჩემთვის ძალიან რთულია აქედან ჩართვა, ამიტომ მე ესეთ პირდაპირ ესეთ ტემპში დებატში ხა ვერ შემოვდივარ, იმიტომ რომ მე მგონი დროშიც აცდენილი ვარ. მაგრამ ბატონ გიორგი, მინდა გითხრათ, სააკაშვილი არ არის საქართველო. არც მე არა ვარ საქართველო და არც თქვენ არ ახართ. ამიტომ ნუ გავაიგივებთ ხელისუფლებას სახელმწიფოსთან და ქვეყანასთან. ეს ორი სხვადასხვა რამეა. კარგი, ქალბატონო, გამოდით ოკუპაციის კანონზე ხელისუფლებაში მყოფი ძალა, მაგრამ ეს სხვა რამეა, ხა ამას ნუ ვიდავებთ. ის რასაც აფუჭებდა სააკაშვილი და რასაც აკეთებდა მისი გუნდი, ის არ არის ის საქართველოს დანაშაული. და ამიტომ ნუ შეეფარებით თქვენ ახლა საქართველოს ცოტა დრო რჩება გასაგებია თქვენი პოზიცია ამ თემაზე გაბაშულზე, მაგრამ რა შეეხება ოკუპაციის კანონზე მინდა გითხოთ რა ამ თემაზე ვერ დავტოვებ ამას კომენტარის გარეშე რეპლიკის სახით ძალიან ქალბატონო ეკა, არა, გთხოვთ, სწორედ გამიგოთ. თქვენ რა გინდათ რომ საქართველო მაგოს ყველაფერზე პასუხი, რასაც სააკაშვილი გიხსნით რას გულისხმობ? დღეს რომ გამოვიდეს FSB-ს ხელმძღვანელი და თქვას, რომ მინისტრი ღარიბაშვილი ან მისი მოადგილე ამზადებს ტერორისტებს და აგზავნის მას ჩეჩნეთში ან ინგუშეთში ტერორისტული აქტების მოსაწყობად, მე ოპოზიციის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვგიჟდები მინისტრ ღარიბაშვილზე და არც ერთ მის მოადგილეზე, ვიტყვი, რომ ეს არის საქართველოს დადანაშაულება, იმიტომ რომ ეხა В 1991 году президент Грузии Гамсахурдия с призывом «Грузия для грузин», только вдумайтесь в эти слова, приказал штурмовать Сухум и Цхинвал. Тысячи погибших, десятки тысяч беженцев, разоренные села. Вот к чему тогда это привело. Именно Россия в тот момент остановила истребление абхазского и осетинского народов. ვიტყვი, რომ ეს არის საქართველოს დადანაშაულება, იმიტომ რომ ეხა ქვეყანა, რა თქმა უნდა, არც თქვენ ახართ საქართველო, არც სააკაშვილი და არც მე, მაგრამ ქვეყანას კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში, კონკრეტულ პოლიტიკურ მოქმედებაში წარმოადგენს ხელისუფლება და ეხა ამ დემაგოგიას მართლა ეხა თქვენ ვერ ამოეფარებით, რომ სააკაშვილი რო საქართველო არა და მე რო საქართველო არა ვარ, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ თუ საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად საქართველოს სამხედრო ბაზებზე, ვაზიანში და შავნაბადაზე მზადდებოდა ასობით ტერორისტი და იგზავნებოდა რუსეთში, ეს არის საქართველოს მზადდებოდა ტერორისტები. ეს არის მხოლოდ რუსული ვერსია, ეს ვერსია არ არის დადასტურებული მსოფლიოში. არც ერთი სადაზვერო მონაცემი. არც ერთი ნათელი ფაქტი ამის არ არსებობს. მართლა ეხა დემაგოგიას მოვეშვათ, სიცხულია მართლა და მართლა.
Ქალბატონეკა, მოდით გადავალ სხვა საკითხზე ორივე მხარის პოზიცია მოისმინა. სირცხვილი კი არა, იქნება უმძიმესი დანაშაული თუ ეს დადასტურდა ბატონო გიორგი. მე არ მესმის ძალიან ხალხო საუბრობთ, არ მესმის ხა ბოლოს ათქვით ვერ გავიგე, მაგრამ სირცხვილზე კი არ არის აქ ლაპარაკი, უმძიმეს დანაშაულზეა ლაპარაკი. და ეს თუ იყოს გამოძიებული ტყუილია. დადგინოს გამოძიება ქალბატონეკა. მე არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს რუსეთში ფსბ წარმომადგენლები. მე მაინტერესებს ეს რასაც სახალხო დამცველი ამბობს და თუ დაზარალებულები ამას ამბობენ. ეს არის თუ არა პროკურატურა გასაგებია გამოძიებული. მართველი გუნდის და უმცირესობის პოზიცია ამ თემაზე გაიგო მაყურებელმა როგორია თქვენი პოზიცია. დაველოდოთ გამოძიებას თუ როდესმე დადგინდება რომ ასობით ტერორისტს საქართველოს აგზავნიდა რუსეთში დაფინანსებულ შეიარაღებულს იმისათვის რომ იქ განეხორციელებინა ტერორი. გამოიძიეთ, დაადგინეთ და გაიგებს საზოგადოებას. კამპანიებს ნუაწარბოებს სანამ არ გამოიძიებთ. ქალბატონეკა, მე მინდა გითხოთ ოკუპაციის კანონზე, ბატონო გიორგი ეს გასაგებია. დეოკუპაციის კანონი არ გაუქმდება და აღიარებაზე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე საერთოდ საუბარია მიმაჩნია რომ არის აი მკრეხელობა და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას იმიტომ რომ არ მინისტრსაც არ ჭირდება ამის შეხსენება ბატონო გიორგი იმიტომ რომ დეოკუპაციის პროცესს დიახაც დავიწყეთ ჩვენ და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა ის რაც თქვენ დამართეთ ამ ქვეყანას როგორღაც უნდა გამოვიყვანოთ ამ უბედურებიდან და კანონისადმი მიდგომა ჰუმანური ლიბერალური მიდგომა და კანონის სასჯელის მიზნების მთავარი შესრულებისათვის რა ნაბიჯებიც უნდა გადავდგა ჩვენ ამ ნაბიჯებს გავთ დღეს ეს კანონპროექტი არ გამოვიდა არა იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობთ რაღაცა ისეთი რადიკალური ცვლილებები რა ცვლილებები უნდა შევიდეს ცვლილებები რაც არის შესატანი ის არის უკვე ინიციირებული გინდათ ამაზე დისკუსია ვიცი რომ მზადად ამ დებატებისთვის კი ბატონო გავაგრძელებთ ამაზე დისკუსიას მაგრამ შედგება ამ საკითხზე დისკუსია და ვიმსჯელებთ მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას როდესაც საუბარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ეჭქვეშ დაყენებაზე ჩვენ მაგ ეს მოცემულობა წინა ხელისუფლებისგან მივიღეთ რომ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია სწორედ იმიტომ რომ უგუნური და უპასუხისმგებლო პოლიტიკა ქონდა სააკაშვილს მაგრამ ეხა საუბარი იმაზე რომ მოდი კანონით ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკური ზრახვები და პოლიტიკური დემაგოგია კანონში გადავიტანოთ ასეთი რამ არ შეიძლება დეოკუპაციაზე ვისაუბროთ იქ სადაც არის ამის ფორმატი. გასაგებია, და მე მინდა რომ ბოლოს წინადადებისთვის მიმოიმედია მომეცემა შესაძლებლობა გაძლეც საკითხზე მინდა ბოლო ფრაზა თუ მაინდამაინც საქართველოს გვინდა დავაბრალოთ ოკუპაცია მაშინ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკა არ გვეყოფა უნდა ვახსენოთ ერეკლე მეორის უგუნური პოლიტიკა ილია ჭავჭავაძეს ნოე ჟორდანიას ზვიად გამსახურდიას ედუარდ შევარდნაძეს სააკაშვილის და თქვენი უგუნური პოლიტიკის ბრალი არის ჯერი არის ქალბატონეკა გარწმუნებთ რომ ოკუპაციის საკითხის ესე პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არაფერში არ გამოგადგება. ეს განხილვები განაგრძეთ უკვე პარლამენტში ჩვენ დავალოდებით რა ჩვენ საქართველოს თავი დაანებთ. ქალბატონეკა ამბობდით რომ რაღაც თემაზე გნებავდეთ განცხადების გაკეთება ცუდად ისმის ჩვენც არ გვესმის თქვენი ხმა. გაძლევთ საშუალებას თუ რა ეს ბოლო ჩემი კომენტარი ბოლოა ამით ვასრულებთ თუ კიდევ მაქვს შესაძლებლობა ქალბატონეკა ხო მე ეხლა რაც შეეხება დავანებოთ თავი ნუეზომებით ერეკლეს დავით აღმაშენებელს და ილიას ძალიან შორს არის სააკაშვილი მათგან და ძალიან უხერხულია ასეთი პარალელების გავლება შუაში არ არის რა ვიცი როგორც გავიგე ისე პასუხობთ საერთოდ ერთ კონტექსტში მოხსენიება ძალიან მეხამუშა და ამიტომ პასუხობთ ეხლა президент Грузии Гамсахурдия с призывом «Грузия для грузин». Во-первых, тот лозунг, вот, который мне приписывают, якобы я говорю, что Грузия только для грузин, это искажение факта. Я говорю, что Грузия это страна грузин, но одновременно мы признаем права всех представителей всех национальностей, которые живут на территории Грузии. Это мы всегда оговариваем, понимаете? Исходя из Хельсинского договора, исходя из общепризнанных правовых норм. Так что мы никогда не проповедуем ненависть и вражду другим народам. В 1991 году президент Грузии Гамсахурдия с призывом «Грузия для грузин», только вдумайтесь в эти слова, приказал штурмовать Сухум и Цхинвал. Тысячи погибших, десятки тысяч беженцев, разоренные села. Вот к чему тогда это привело. Именно Россия в тот момент остановила истребление абхазского и осетинского народов. Заявление Зviada Gamsakhurdia
президента Республики Грузия от 14 августа 1992 года. Предводитель преступной военной хунты Грузии Шеварднадзе начал широкомасштабную карательную операцию в Абхазии. Я призываю грузинский народ, народы Кавказа, всю мировую общественность, всех людей доброй воли защитить от геноцида малочисленный, многострадальный абхазский народ, грузинское население Абхазии. Со стойкостью приостановить шеварднадзевские карательные банды и выявить его политику хищнического грабежа и геноцида. 12 ივლისი 1992 წელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი. ძვირფასო თანამემამულენო, იმპერიის მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა და გადატრიალებამ საქართველო უბსრკულის პირას მიიყვანეს. შევარდნაძის ნეოსტალინური მაფიოზური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ეროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებას, სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას აფხაზეთში და მთელ საქართველოში. აფხაზეთში მათი მიზანია კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურება, აფხაზთა და ქართველთა შორის ეთნოკონფლიქტის პროვოცირება, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. აუცილებლად უნდა მოხდეს აფხაზი და ქართველი მოსახლეობის კონსოლიდაცია და დაარაზმო დამნაშავეობასთან ბრძოლაში. მილიციის ჯანსაღი ნაწილი მხარში უნდა ამოუდგეს მოსახლეობას. აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არ უნდა გააღვივოს ეროვნული შუღლი. პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს საბოლოო ეროვნულ შერიგებას და საზოგადოების კონსოლიდაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განწირულია. უნდა დაჩქარდეს პოლიტიკური დიალოგი უზენაეს საბჭოსთან, აფხაზეთის ინტელიგენციასთან. უნდა დაიგმოს მონონაციონალური პრინციპი, რაც დიდუბედურებას მოუტანს უწინარეს ყოვლისა აფხაზ მოსახლეობას. აფხაზთა და ქართველთა ერთიანობა იქნება გარანტი აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილიზაციისა და მშვიდობისა. გაზეთი აღდგომა, ნომერი 12, 24 ივლისი 1992 წელი. 14 აგვისტო 1992 წელი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება. საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოს და არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილინების ადამიანს, გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარავოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა. გაზეთი ქართული აზრი, ნომერი 28, 28 აგვისტო 1992 წელი.